ბისთვის მოგესალმებით და დავიწყოთ იმ აბსურდზე საუბრით, რაშიც ვართ ახლა სამართლებრივი კუთხით. რას ხედავთ დღეს ჩვენ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რეჟიმი ცდილობს, რომ გატეხოს პროტესტი, რეჟიმი ცდილობს, რომ ადამიანებს წაართვას ყველანაირი უფლება, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან და ზოგადად თავისუფლებასთან არის ასოცირებული და ამას აკეთებს გეგმაზომიერი ნაბიჯებით. ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები, თუ ეგრეთ წოდებული დაჭერები და ეხლა სწორედ ამ დაჭერების პარალელურად როდესაც დაინახა, რომ პოლიტიკური ლიდერები ხალხთან ერთად ხალხს იბრძვიან, ასე ვთქვათ, წინა ხაზზე, გადაწყვიტა სწორედ ახლა, ასე ვთქვათ, იმ მანდატების, ეგრეთ წოდებული მანდატების საკითხის განხილვა პარლამენტში, მაშინ, როდესაც ჩვენ ამ მანდატებზე უარი იმავე დღეს, როგორც კი ცნეს და როგორც კი ამის შესაძლებლობა იყო, დაწერილი ჰქონდა და რა თქმა უნდა, ეს მანდატები უნდა შეწყდეს თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის გაყალბების შედეგად დაწერილი რაღაცა ციფრები. ადამიანის უფლებებს რომ დაუბრუნდეთ, ყველაფერს აკეთებს რეჟიმი იმისათვის, რომ ეს პროტესტი, რომელიც 100 არ მოსწონს და ამდენი ხანია გრძელდება, ჩაახშოს, ხალხს დაანახოს, რომ თითქოს და ბრძოლა შედეგი არ მოაქვს სინამდვილეში, რა თქმა უნდა მოაქვს და რა თქმა უნდა რეჟიმის ეს გავეშებული ბრძოლა და შეტევა ადამიანებზე და თავიანთ მოქალაქეებზე სწორედ ამას მეუთითებს. იმ პროცესს, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან და არავითარი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან, როგორც სასამართლოში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში. აი დღეს მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი წევრი, პოლიცსაბჭოს წევრი დიმიტრი ბიძინაშვილის ასევე 11-ის ნახევარზე წარუდგენენ ბრალს, აბსურდულ ბრალს, რომელიც არავითარ კავშირში არ არის რეალურად რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულთან. ბრალის სისხლის სამართლით ექნება წაყენებული. კუჩნიკა გვარამია წერდა სხვათა შორის აი მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით, რომ როგორც ჩანს ახალდაკავებებს უნდა ველოდოთ, ხო? იმიტომ რომ ნიკა მელიას შემთხვევაში მაგალითად მარტივად გამოუშვეს, რომ ეს ზუსტად იმუნიტეტი იცავდა, ამას გულისხმობს ზუსტად, შესაძლოა ისიც იყოს შემდეგ დაკავებული და არა მხოლოდ ის. აი ამაზე მინდა თქვენი კომენტარი, ანუ რეალურად უნდა ველოდოთ კიდე თუ არა მანდატების შეჩერების შემთხვევაში, რომ სხვებსაც იმუნიტეტი ვეღარ დაიცავს და მყისიერად მოხდება დაუშვათ თუნდაც რამდენიმე პოლიტიკოსის დაკავება დამატებით. ჩვენ უნდა ველოდოთ ყველაფერს, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, დაიჭერენ ერთს, გამოვა უფრო მეტი. ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენ სამშობლოს ვკარგავთ. ჩვენ ვიტყვით ხალხთან ერთად საშიში ალბათ სამშობლოს დაკარგვა პროცესში ნამდვილად. შიში, რა თქმა უნდა, პროცესს ახლავს მით უმეტეს მოქალაქეებში, მაგრამ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და სწორედ ეს არის პატრიოტიზმი, როდესაც შენი ქვეყნის სიყვარულისთვის ნებისმიერი შიშის დაძლევა შეგიძლია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყავს უკვე 8 რეჟიმის პატიმრით მეტი და ეს ადამიანები არიან დასახსნელები. ამ ადამიანებისთვის საჭიროა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, დემოკრატიული კურსი შევინარჩუნოთ, სხვა შემთხვევაში ავტორიტარულ რეჟიმში რა თქმა უნდა თავისუფალი სიტყვა აღარ იარსებებს, რა თქმა უნდა რეჟიმის პატიმრების რაოდენობა გაიზრდება. მარიკა, ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით ასევე ბრძოლის მეთოდებზე, უბრალოდ ანუ ვითარდება პროცესი ყოველდღიურად ახალი გამოწვევები ჩდება, ხო? მათ შორის ეს გამოწვევები ეხება ბუნებრივია კოალიციებს, პოლიტიკურ პარტიებს და ასე შემდეგ. ანუ ხო არ ფიქრობთ, რომ რაღაცა თქვენი სტრატეგია უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ არის ის აზრი გამოფებული და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია პოლიტიკოსებთან, რომლებიც ჩვენთან არიან ხოლმე სტუბრად დილიდან ეთერში, რომ პოლიტიკური სპექტრი რაღაცნაირად თითქოს დაგვეკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხალხთან ერთად ქუჩაში დგანან და ნამდვილად ეს ასეა და მათთან ერთად იბრძვიან, მაინც მთავარი აქტორი არის ყოველთვის ხალხი ამ შემთხვევაში. ანუ სად არიან კოალიციები, სად არიან პარტიები, ანუ რა ეტაპზე არიან, რა ფაზა აქვთ მათ, ასე ვთქვათ და წინა ფაზა ელოდებათ, რომ გაიარონ. უკვე მე მგონი დრო დადგა, რომ სხვა პოლიტიკური აქტივობა კიდე ესე ვთქვათ შემოვიდეს და გამძაფრდეს ეს ყველაფერი პოლიტიკურად ბუნებრივია. სად არიან პოლიტიკოსები? პოლიტიკოსები არიან ხალხთან, პოლიტიკოსები არიან ყველა იმ ველზე, სადაც საჭიროა მუშაობა. მაგალითად საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენი მუშაობის შედეგად, ჩვენი ყველა კოალიციური ასე ვთქვათ ძალების გაერთიანების შედეგად, მუშაობის შედეგად არის სწორედ მიღწეული ის, რომ საერთაშორისო მასშტაბზე არ ხდება
არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარება, ისევე როგორც ესე იგი მოთხოვნა დგას სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებაზე და სანქციები ერთი მეორეს მიყოლებით წესდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ გაფართოვდება სანქციების ნაწილში. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტიები ხალხთან ერთად ქუჩაში, აქციებზე და მათ შორის წინა ხაზზე და ამას მიუთითებს ის, რომ რეალურად დაკავებულები, როგორც სისხლის სამართლის წესით, ნაცემები, რომლის მიმართაც არავის გამოძიება არ დაუწყია, რომლის სასარგებლოთაც ასე ვთქვათ და არავინ არ დასჯილა იმ ტიტუშკებიდან თუ სპეცრაზმელებიდან, რომლებმაც არაერთი ადამიანი ცემეს, ძალიან დიდი ნაწილი მოდის სწორედ პარტიულ აქტივზე და სწორედ ადამიანებზე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, მაგრამ ასევე პარტიულ აქტივზე, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვდგავართ ხალხთან ერთად და ჩვენ ვდგავართ წინა ხაზზე ხალხთან ერთად იმისათვის, რომ ძირითადი დარტყმები სწორედ ჩვენ ავიღოთ და რაც მთავარია, ჩვენ უფლებრივი თვალსაზრისითაც მაგალითად 4-ხმა კოალიციამ ჩვენ გავაერთიანეთ ძალები, ეს არის კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის, ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი გაკეთებული, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგმართოს და ასეთი ათობით მოქალაქეა, რომელსაც უკვე შევძელით, რომ დავხმარებოდით და ვუზრუნველყოთ ის სამართლებრივი დახმარებით სასამართლოებში თუ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში და ასე შემდგომ. და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვადოკუმენტირებთ ყველა იმ დარღვევას, რაც უფლებებს ეხება და ანგარიშების სახით ვაწვდით დამატებით ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის შიგნით, ასე რომ ვთქვათ, და ვიბრძვით ქვეყნის გარეთ. ეს არის რთული პროცესი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც ჭირდება მოთმინება, რომელსაც ჭირდება გამძლეობა. დღეს ჩვენ ვართ გამძლეობაზე. აი საუბარი რომ დავიწყეთ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რეჟიმი არის გადასული დიდ აგრესიაზე. რატომ არის რეჟიმი გადასული აგრესიაზე? იმიტომ რომ მისი საქმე არ მიდის კარგად, იმიტომ რომ პროტესტი გრძელდება, იმიტომ რომ ის ვეღარ გაუძლებს. სანქციები რას გამოიწვევს? გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, რომელსაც ვერ გაუძლებს ეს ხელისუფლება. მშვიდობიანი გზით ხელისუფლების ცვლილება სჭირდება დრო, სჭირდება გამძლეობა და სჭირდება ნერვები. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. მარიკა, უნდა გითხოთ აუცილებლად კიდევ ერთ მიმართულებაზე, სადაც პარტიების როლი მე პირადად მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ურბანულ ცენტრებში ჩვენ პროტესტს ვხედავთ, რომ ძალიან მასშტაბურია, მიმდინარეობს ღრმა სოციალური პროცესი, მე უფრო ასე დავახასიათებდი ამას, ეს არ არის უბრალოდ ქუჩაში გამოვარდნილი ხალხი, ეს არის რაღაც ახალი ფორმების, ახალი კონტაქტების, ახალი კავშირების ძიების სრულიად ახალი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონების მიმართულება არის ძალიან პრობლემური. იმ გაგებით, რომ იქ კონტროლი უფრო ძლიერია, ბერკეტები უფრო მძლავრია, მარწუხები უფრო კაცრად არის მოჭერილი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციათა როლი, რომელსაც აქვს რაღაცნაირი რეგიონალური დაქსელვა, ხო? და ასეთები არიან პარტიები. თქვენ გაქვთ რაიონული ორგანიზაციები წინასაარჩევნო, ჩვენ ნახეთ თქვენი კოალიციის ბევრგან შტაბების გახსნა. ასევე ჩვენ ამაზე სხვა პარტიებს ველაპარაკებით. ფიქრობთ თუ არა ამ მიმართულებით მეტ მუშაობაზე და ანუ თუ მუშაობთ აი რეგიონალური ორგანიზაციების მეტი მობილიზებისათვის, მათი გაძლიერებისათვის, იმიტომ რომ ვხედავთ პროტესტ ურბანულ ცენტრებში, მაგრამ მნიშვნელოვანია არაურბანული შედარებით ეს ვთქვათ პასტორალური რადგან ამ თემაზე საუბრობთ, სანამ მარიკა გიპასუხებს, აუცილებლად უნდა ვთქვათ დღევანდელი საპროტესტო აქციები უნდა ჩამოვთვალოთ. ეს არის დმანისი 4 საათზე ლაშა ჩხუმიანის მხარდასაჭერად და ლაშა შიმშილობა შეწყვეტს თუ იქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და პირველად მოხდება მე მგონი ეს დმანიში და მე იმედი მაქვს რომ დმანისელები გამოვლენ. ასევე ახმეტა, გორი 5 საათზე იმართება ორივეგან, 6 საათზე ახალციხე, 5 საათზე ბათუმი, 7 საათზე ასევე ბათუმში სამშობლოს სამსახურში ასეთი აქცია იმართება, ზუგდიდში 6 საათზე იკრიბებიან მოქალაქეები, თელავშიც 6 საათზე იკრიბებიან და ქუთაისში 7 საათზე შეიკრიბებიან კი ევროპას, არა რუსეთს, ასეთი სახელწოდებით გაიმართება აქცია. გისმენთ, შეგიძლიათ უპასუხოთ ირაკლის კითხვას. კი ბატონო. კი, რა თქმა უნდა, აქვე მოდი აქედან დავიწყებ, რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, მათ შორის ზიამაღლობელს, რომელიც უკვე კლინიკაშია მოთავსებული ამდენ დღიანი შიმშილობის შემდგომ, მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვო და ასევე ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს კიდევ ვიცით, რომ 2 ადამიანი შიმშილობს ამ უსამართლობის გამო, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ხომ? რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რეგიონალური დაქსელვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს წარმომადგენლობები რეგიონებში და ეს ჩვენი წარმომადგენლობები ჩართულნი არიან ამ პროცესებში, როგორც მონაწილეები, რო დავკონკრეტდე, როგორც მონაწილეები და გვერდში უდგანან ხალხს მათ შორის რეგიონებში და აძლიერებენ რეგიონებს. ჩვენ საკმაოდ
ასე ვთქვათ, სუყე სამუშაოებს ვატარებთ იმისთვის, რომ ჩვენი კუთხით და რა ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ, როგორც პროტესტი, ასევე სხვადასხვა აქტივობა განვახორციელოთ, რომელიც ხელს შეუწყობს, ასე ვთქვათ, რეჟიმის დამარცხებას და ჩვენ ქართველი ხალხის გამარჯვებას. ჩვენ მუშაობთ როგორც უშუალოდ კოალიცია ცვლილებისთვის, ასევე ვცდილობთ და მუშაობთ პარტნიორულად სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან. დღეს არის მთავარი, რომ დემოკრატიული კურსი შევინარჩუნოთ ჩვენს ქვეყანაში, რომ აღარ იყოს შერჩევითი სამართალი, რომ პოლიცია თავისუფლებას არ აძლევდეს შეურაცხოს ფიზიკურად თუ სიტყვიერად მოქალაქე, რომ შემდგომ მისმა ზემდგომმა ორგანომ და პროკურატურამ უკვე გამოიძიონ ამ პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაული, ან ტიტუშკების მიერ ჩადენილი დანაშაული და პირები იყვნენ სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში რეალურად მიცემული და არა შეთითხნილი და მოგონილი ბრალის ფარგლებში იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ხალხი გააჩერონ და ხალხზე ზეწოლა მოახდინონ. ძალიან მნიშვნელოვანი არის რა გვინდა ჩვენ ეს გავაანალიზოთ. ხალხმა უნდა გაანალიზოს, ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, მეც ვიცი და თქვენც იცით, მაგრამ ხალხმა ის ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ დუმს ან ჯერ კიდევ თბილის სახლიდან უყურებს პროცესს, თუ რა ხდება გარეთ, გაანალიზოს რა გვინდა ჩვენ. ჩვენ გვინდა დემოკრატია, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული და თითოეული ადამიანი იქნება ღირებული. თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ რუსეთი და ჩვენ თუ გადავხედავთ რუსეთის ისტორია, სწორედ ესე ვითარდებოდა მოვლენები გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებით იწყებოდა ადამიანის დაჭერებით და ასე შემდგომ და ნელ-ნელა კიდევ უფრო ბრუტალური გახდა სისტემა. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ ახლა აქ, ნამდვილად აქ ვართ და ჩვენი კურსი თვალსა და ხელს შუა შეცვალეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, რომლებიც დღეს უკვე არალეგიტიმურ რეჟიმს წარმოადგენენ და ჩვენ ეს კურსი გვაქვს დასაბრუნებელი. ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის და მაქსიმუმს ვაკეთებთ, მათ შორის როგორც უკვე აღვნიშნე, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობით და თანამშრომლობით, იმიტომ რომ თუ არ იქნება მათ შორის ამ დიდი გეოპოლიტიკური სურათის ფარგლებში გარედან ზეწოლა, თუ არ იქნება გარედან, ესე ვთქვათ, არაღიარება და სანქციების გაძლიერება, მხოლოდ შიდა პროტესტი მშვიდობიანი ფორმით ვერ იქნება საკმარისი და ჩვენ რა თქმა უნდა მომხრევართ, რომ მშვიდობიანი ფორმით, თუნდაც გრძელვადიანად, თუნდაც ნერვების ომში, მაგრამ ეს ბრძოლა დავასრულოთ მოგებით. ამიტომ ერთმანეთს უნდა მოусმინოთ. ხალხიც, პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც, ყველანი ჩვენ ხედავთ ერთ ნავში დღეს და ეს ნავი ყავს სანაპიროზე გასაყვანად. ყველაფერს ჭირდება თავის ფორმა, სადაც ეს ყალიბი ერთგვარი, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს მოექცევა და რომელსაც ექნება მათ შორის დიალოგს, მათ შორის პარტნიორობას პარტიებს შორის, ხო? ხა მე მგონია რომ წინასაარჩევნით ერთ-ერთი მთავარი მეგობრს საპარლამენტო არჩევნებს მთავარი ზიანი რამაც მოიტანა იყო რესურსების გაფლანგვა, მან ერთ და იგივე ამოცანაზე ბევრი რესურსი სხვადასხვა მხრიდან დახარჯვა. ეხლა ამას საუბარი შორს წაგვყვანს და მაგრამ სადისკუსიოა ეს თემაც, მაგრამ ამ შემთხვევაში გქონდეთ თუ არა რომ ამ ფორმატების ნაკლებობა გვაქვს ახლა, მათ შორის აი მრავალპარტიული დიალოგის ფორმატების, საჯარო ფორმატების. მე მჯერა რომ კოალიციები ერთმანეთს ესაუბრებით და საერთაშორისო მიმართულებით აი ამ კოორდინაციის ასეთი მას ხედავთ ეფექტს ხო, მაგრამ აი ქვეყნის შიგნით ადამიანებს სჭირდებათ რეალური ფორმატი, ხედვა იმისა თუ პარტიები რას აკეთებენ, რა შეუძლიათ, როგორ შეუძლიათ ერთმანეთთან ლაპარაკი. მაგრამ ფიქრობ თუ არა რომ ამის ნაკლებობაა დღეს და საჭირო არის რაღაც ასეთი სივრცის გამოყოფა. მე ვფიქრობ რომ ყველამ ვისაც რა რესურსი გვაქვს, უნდა მოვახმაროთ ამ საერთო გამარჯვებას და მათ შორის გაერთიანებული ძალებითაც ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ჩვენ ასეც ვიქცევით. ამ შემთხვევაში კოალიცია ცვლილებას გულისხმობ და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ყველაფერში ყველა პარტია ერთ აზრზე ვერ იქნება და ეს ბუნებრივია, მაშინ ერთი პარტია იქნებოდა და ერთი პოლიტიკური ძალა იქნებოდა, თუმცა ჩვენ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვხედავთ ერთი მაგიდის გარშემო, შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფები და ერთიანი ძალებით, ასე ვთქვათ, ვაგრძელებთ მუშაობას და ვმუშაობთ. შეიძლება ჩვენ საკმაოდ დიდ სამუშაოებს ვატარებთ ამ მხრივ შესაძლოა კომუნიკაციის ან ინფორმირების ნაწილში გარკვეული ხარვეზი გქონდეს და ამასაც ესეც გამოსწორებადია. კი ბატონო, ამ კითხვას შემოგიტრიალებთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ გუშინ ანა ნაცვლიშვილი ყავდა სტუმრად, მასთან ერთად საუბრობთ ამ ერთიან ფორმატზე, ერთიანობაზე, იმიტომ რომ არჩევნებამდე გარკვეულწილად მაინც იყო ხალხისგან დაკვეთა, რომ ერთიანად გამოსულიყო ოპოზიცია, იყო აზრთა სხვადასხვაობაც ბუნებრივია, ეს ვერ მოხერხდა რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ახლა
ისევ დაიწყო, ასე ვთქვათ, ამაზე ლაპარაკი, ხო? შესაბამისად, აი, რამდენად მესმის, რომ თქვენ ერთი მაგიდის ირგვლივს ხეთხართ, სხვადასხვა თემებზე მსჯელობთ, ეს არის ძალიან კაი ბუნებრივია, მაგრამ მაინც გვაქვს ისეთი განცდა, რომ ხალხი ელოდება, იმიტომ რომ ჩვენ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, ახალ არჩევნებზე უნდა გვყავდეს, ესე ვთქვათ, პოლიტიკური სუბიექტები, ვისაც ხალხი ხმას მისცემს. შესაბამისად, არის მაინც ერთგვარი დაკვეთა იმის, რომ რაღაცნაირად ერთიანობა მოხდეს, ერთიანი ძალით გავიდეთ არჩევნებზე და ამაში ჩაერთონ ასევე საზოგადოებრივი სახეები, რომლებიც დღეს გამოიკვეთდნენ. ახალი ადამიანები გამოვიდნენ, ასე ვთქვათ, ასპარეზზე, ადამიანები, რომლებიც დღეს ქუჩაში იბრძვიან, ხო? აქტივისტები, რა ვიცი, კულტურიდან ადამიანები და ასე შემდეგ, ყველა აქტივისტია დღეს, მოდი ასე ვთქვათ, საინტერესო ადამიანები, რომლებიც შეიძლება იყვნენ მზად, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთონ. ახალი სახეები პოლიტიკაში მნიშვნელოვანია და მით უმეტეს ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პარტია ახალი, მე კონკრეტულად კოალიცია ცვლილების ფარგლებში პარტია ახალს წარმოვადგენ, სადაც რომელიც სწორედ ახალი სახეები ნამდვილად თქვენ არ გაკლიათ, მაგრამ მე ვამბობ ახალ აქტორებს, რომლებიც დღეს გამოჩნდნენ, რომლებიც აქამდე არ ჩანდნენ. ვარ სწორედ, რომ ეს ახალი სახეები, იმიტომ კი არ აღნიშნე, რომ ეს საკმარისია, რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ ჩვენ ვიცით ზუსტად რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სახეები, ახალი ადამიანები, პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ, ასე ვთქვათ, თავის თავზე ამხელად დარტყმების მიღების აღება და მზად არიან ამისთვის. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა არჩევნებზე რა კონფიგურაციით მივალთ, როგორი შემადგენლობით მივართ და ასე შემდგომ, ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია. ჯერ მოსაპოვებელი გვაქვს ეს არჩევნები, ჯერ მოსაპოვებელი გვაქვს, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვიპოვებ და ეს ვადამდელი არჩევნები იქნება და შემდგომ უკვე შეიძლება ამაზე საუბარი ამ კონფიგურაციებზე, ასე ვთქვათ. ჩვენ მათ შორის არჩევნებისთვისაც ვემზადებით, ეს ისე არ მინდა გავიგოთ, რომ ნაადრევია, ამიტომ კითხეთ, რომ ნაადრევია, იმიტომ რომ პარალელურ რეჟიმში ალბათ მზადება მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. არჩევნებისთვის მზაობა მიდის, იმიტომ რომ ჩვენ ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კი ბატონო, ძალიან მოკლე პასუხი იყო ამ შემთხვევაში, ცოტა უფრო მეტ კონკრეტიკას ველოდებოდი და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, აი გუშინ სხვადასხვა ეთერებს უყურავდი, ასე ვთქვათ და ის განვითარებულ მოვლენებს, რაშიც გვიწევს ჩვენ ცხოვრება და რაშიც ცხოვრობთ და ესეთი განცდა გამიშთა, რომ და შემდეგ უკვე ქალბატონი ფიქრია ჩეხრაძე შემოგვიერთება სულ ცოტა ხანში და მასაც მინდა იგივე კითხვა დაუსვა. რაღაცნაირად საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს მუდმივად ცდილობდა, რომ მოწინავე ადგილზე ყოფილიყო რაღაცა ჩაის კრეფის დროს, რაღაცეების დროს, რომ აი გეგმა გადაჭარბებით შეესრულებინა. აი დღეს მაქვს ესეთი განცდა, რომ საქართველოს ცდილობს, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ბუნებრივია ხა საქართველოს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ გეგმა გადაჭარბებით ცდილობს, ასე ვთქვათ, რომ მაქსიმალურად ჩქარი ტემპით გავხდეთ რუსეთი. რადგან აი რუსეთში და ბელორუსში, ანუ წლები დაჭირდათ, რომ რაღაც ის ფორმატი შეექმნათ, რა ფორმატშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ხო? და ჩვენ და ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და აი ამაზეც მინდა ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, აი დღეს სად მივდივარ და რამდენად სწრაფი ნაბიჯებით ცდილობს დიქტატურის დამყარებას, არ მინდა რა ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ დიქტატურაში უკვე ვცხოვრობთ, უკვე დამყარდა ეს დიქტატურა, ხო? მოკლედ რომ პასუხობ და შემდეგ. სამწუხაროდ სწრაფად არ აკეთებს ამას, იმიტომ რომ 2012 წლიდან ეს აქვს დაწყებული, უბრალოდ ამას აკეთებდა შეფარვით და ამას აკეთებდა. დეკლარირებულად მას შემდგომ, რაც სრულად მოხდა რეჟიმის გაშიშვლება, სწრაფად ცდილობს, რა თქმა უნდა და რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ მას აქვს შიგნიდან ხალხის წნეხი, რომ ხალხს არ უნდა, საზოგადოებას არ უნდა დიქტატურა, არ უნდა ავტოკრატია და უნდა დემოკრატია და აქვს გარე წნეხი, იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებმაც ძალიან კარგად დაინახეს უკვე რეალურად საით მიდის და რა კურსის მატარებელია ქართული ოცნება. ის დიდხანს ამ წნეხს საერთაშორისო და შიდა ასპარეზზე ვერ გაუძლებს, ჩამოიშლება და შესაბამისად დაკარგავს ძალაუფლებას, ხომ? ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააჩეროს ჯერ შიგნით პროტესტი, იმიტომ რომ შიგნით მიუწვდება მას გაჩერებაზე ხელი ზეწოლის განხორციელებით, კანონების ცვლილებით, ის ცვლილებები, რაც საკანონმდებლო აქტებში შედის, ეს არის გაუარესება, რა თქმა უნდა და ეს ყოველგვარი სტანდარტის, ასე ვთქვათ, უკანდახევა არის ადამიანის უფლებების ნაწილში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასაუქმებელია შემდგომ, როცა ცვლილება მოხდება, მაგრამ დღეს ამ ფორმით ზეწოლით ახდენს ხალხზე, რომ აი ყველაფერი სისხლის სამართლის დანაშაული გახდება, აღარ იქნება შესაძლებელი შენობებში პროტესტის განხორციელება, აღარ იქნება შესაძლებელი
ასე ვთქვათ, ბევრი იგივე აი მაგალითად გზის გადაკეტვა, იმიტომ რომ ყველა გზა ფაქტობრივად ლამის განსაკუთრებულ ობიექტებად გამოაცხადეს. ამ შემთხვევაში ამას აკეთებს კიდევ ერთხელ აღნიშნავ, იმიტომ რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, რადგან იცის ძალიან მალე მოხდება ამ ძალაუფლების დაკარგვა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად, ველოდებით ჩვენ შემდეგ სტუმარს ფიქრიათ შეხრეძე შემოგვიერთდება, მანამდე წავიკითხოთ